ზეზვა არის ესე იგი უნიკალური ხოცი არის რა აი კაცო გუშინ საღამოს ვიცინოდი არა სისულელია ეგა მაგრამ კაცო ჩერ ამ ხერში გამეყარა ლუსმანი კაცო ხო და მოხდა რა შემთხვევით ახლა მარცხენა ხელშიც გამეყარა კაცო დიდება უფალს მაგრამ ხელის გულებს რატომ მიხვრიტავს კაცო მე პრეტენზია არაფერზე არ მაქვს მაგრამ მეორე ხელის გულით გავიხვრიტე არ დაუკვირდი გუშინ და უცბად მოხდა ისე რომ გამიგლიჯა მეორე ხელით რა გინდა ეხლა აი არაფერს არ მანებებს აი არაფერს აი ესე დამდევს მთელი დღე ამ გოგოს ქვია ლილუ ალიასკაში დაიბადა ჯიგარი ვიმე ეხლა გამოვიღე რო არ მოგატყუოთ ესე იგი ყავა გავაკეთე და დავადე ზედ ეხლა კრუასანი უნდა მოვიდა აი როგორ უნდა უთხრა უარი ეხლა არ ვიცი აჰა დაიმსახურე წაიღე ზეზვა ხო ზეზვა ესე იგი ფინეთის მთავრობას რა პრობლემა აქვს სუფთა წყალი თუ უნდაო მოვიდესო და ფულის დახარჯვა თუ უნდა მოვიდესო ჩვენ მთავრობასთან და დაგველაპარაკოსო რა ჩვენ რამე ნაკლი გვაქო რამე ისეთი გვაქო რატო არ უნდა რა სუფთა წყალი ბიჭო აი მართლა ქოცები ხართ რა წყალი ყველგან არის H2O დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ყველგან რა სუფთა წყალი და თქვენ მართლა გონიათ რომ საქართველოში კაი წყალი მართლა მიმინოში რომ შაყირი აქვს დანელიას გადაღებული კრანს გამოაყენო სოფლიოშიო ყველაზე კაი წყალი მოდის მიწის ზემო თუ მიწის ქვეშ ყველგან არის H2O წყალი აი დავანებოთ თავი მაგას ეხლა რა ნაკლი გაქვს ქოცო დედამოწყნულო გეტყვი უხსოვარი დროიდან რუსეთს აქვს პოლიტიკა რომელიც ებრძვის მეზობლებს და იპყრობს ის ქვეყნები რომელიც დაჩაგრული ყავს გატანჯული მიწაწართმეული დახოცილი ხალხი მაგის გარშემო ყველა მეზობელი ეგეთია და ის ქვეყნები რომლებიც ეომებიან ამას გაქოცებულები კი არ არიან და ტრაქს კი არ აძლევენ რუსებს პირიქით რო გაჩერდნენ და არ ეომონ და ხელი რო არ გაანძრიონ შეცვინდებიან შიგნი მოიპარავენ ყველაფერს დაანგრევენ დაშლიან
მოუწყნავენ დედის ტრაქს იმ ქვეყანას და მერე გადავლენ შემდეგზე. ფინელები იმიტომ არ მოდიან და არ გეკითხებიან შენ არაფერს, ყველაზე დიდი ნაკლი გაქვს, რაც შეიძლება მთავრობებს ჰქონდეს. არა აქვს მნიშვნელობა რა ბიზნესი იქნება, ფინეთმა ფული რო ჩადოს საქართველოში და საქართველოსთან დაიწყოს ვაჭრობა, გაჩნდება ფული და ეს ყოველა ფული, რომელიც შემოვა საქართველოში, საქართველოს გავლით, საწავა ვოვაჭყას ჯიბეში. ეგრე არ არის ახლა, საქართველოს საშუალებით ძალიან დიდი ნაკადი ფულის მიდის რუსეთში. ვოვაჭკა მერე აკეთებს ბომბებს და ხოცავს მეზობლებს. რატო უნდა ვივაჭრო შენთან და რატო უნდა მოხცე ფული და შენ ჩემი მტრის ძმა გახდი. იმ ხელაზე შეუძვერი ტრაქში. რომ უკან გამოსასვლელი საშუალებაც აღარ არის. რატო უნდა მარტო ფინეთი კი არა, ყველა ზურგი მოგიბრუნოთ. რა გვჭირს ჩვენ? რა გვჭირს გენაცვალე შენ და ტრაკის მიცემაში ხარ შემჩნეული. აი გაგჭირს, მეტი არაფერი რა. ხო, რო გამოვარდით და ევროპელების დედა მოტყანო და ათანგვარ სისულელებს ბოდიალობთ და მერე მაინც ევროპასთან გინდათ ვაჭრობა. ეგ ევროპა ჰაერიდან კი არ მოსულა. ზღვარზე არიან რუსეთთან ურთიერთობაზე. მოვიდესო ჩვენთანო და ვკითხოსო და სუფთა წყალი თუ უნდაო და რაღაცა ყლეობებს ბაზრობ ბიჭო. ბიჭო ხელჩართულ ომში არიან რუსეთთან. ყველა მთელი მსოფლიო ეხლა ეხმარება უკრაინას და ხელჩართულ ბრძოლაში რა ნაკლი ის ნაკლი გჭირს რომ ყლელების, ფაშისტების, დედამოწყნლების და ნაბუზრების მხარეს ახართ. და ვინც ჩვენ შორის რუსულ საქმეს აკეთებს და რა და შენ გონია რომ ეს ყუყულიყებითაა გატენილი მთელი ისა შენ გარშემო და ერთ შენ ხარ ჭკვიანი რომ რასაც აკეთებ ვერავინ ვერ ხვდება და რა ნაკლი გჭირს? ნაკლი კი არ აღჭირს, ყლე ხარ. შენი თამადობით ნაკლი შეიძლება ჭირდეს რაღაც ისეთ ადამიანს რა რაღაც 80 აქით, 20 იქით, ან 90 აქით არის ნაკლზე შეიძლება. შენ აქით არა ხარ, სუიქით სუყლე ხარ. აი ნაკლი გჭირს ძმაო შენ, აი კოცი ხარ და იმიტომ ყავა მაგდა ყავას ავსვა, რა ნაკლი გჭირს. ნაკლზე შეიძლება იბაზრო და გამოასწორ და არა. თქვენ სულ ნაკლი კი არ გჭირთ. ყლე ხარ. შენ და შენ ძმანი კოცნი. თქვენ მოგიტყანთ დედის ტრაკი. კოცებო, აი ესა და აი ესა დილით კარგი არის. ჯერ არავის, ჯერ კოცებს უნდა დააბოლო კოცები. ჯერ არავის არ მთქვია რომ ეს ჰაერში როგორ უნდა იცხოვრონ ამერიკელებმა, რაღაცა მიხვდნენ, მე მგონი მიხვდნენ რომ ეს გვეკაიფება ეს ჩათლახი კაცი. აბა ახლა არ უნდა გავყვეთ ამას. ეს ცხელი რკინა და წყალი ხო ვაფშე გარეკეს, რა არის რეფსლა რა არის, რა ცხელი რკინა. ახლა იქ სერიოზული სახით ჰაერში იცხოვენ. ახლა ჯერ არავისა. ბიჭო, თუ დაიჯერეთ რომ 26,000 კაცი ცოცხებით მოკლეს, მოტყნეს. მოკლეს რა. ცხელი რკინა მართლა გრილდება წყალში, ეგ რატო არა გჯერათ? აი რა ბოგანოები ხართ რა. თქვენი ადგილი არის ძმაო. სადღაც მე მსახურობდი პადმასკოვიაში სოფლები იყო 87-ში. აი დაქცეული.
წარღვნილი 86-ში 87-ში ადამიანები რო აღარ ცხოვრობდნენ, უკვე მოხუცი ხალხი იყო დარჩენილი და კარტოფილი ამოსაღები რო იყო, ხალხი აღარ ცხოვრობდა 86-ში და 7-ში უკვე სოფლებში. და სალდატები ჩვენ მივყავდით სამხედროები რომ კარტოფილი ამოგვეღო რა. ნუ ახლა როგორც ყველა გრუზინი, მე მაშინ გრუზინი ვარ, ესე იგი კარტოფილის ამოღე არა, წასვლით მივდიოდით კაცო, მაგრამ იქ ჩვენ არ მუშაობდით ქართველები. მეც საქმე არა მქონდა, ახლა რუსების ყანაში კარტოფილებს ამოვიღებდი. მიაყენებდნენ სხვებს და კაჩე ჩეჩნები და ქართველები აფერს არ აკეთებდნენ რა. თავის ტრაკის კეიბზე დადიოდნენ იმ ჯარშიც რა. და ძალიანაც კარგი რო არ უსმენდით და რო არ ვემსახურებოდით, მაგათ დედაც მოწყა. წავიდნენ თვითონ ამოიღონ მაგათი კარტოფილი. დაიწყებდა ხალხი მუშაობას, ჩვენ ბოდიალობდით და ერთ-ერთი რაღაცა ხუტორის სტალოვაიაო აწერია, ბიჭო, სტალოვაია და შევედით და აგიდაზე დგას აჯიკა. საქართველოდან წაღებული ბოთლში დგას აჯიკა, ოხსენი, თავი ჩაყროლებულია ყველაფერი შიგნი და მეთქი რა უნდა ვჭამოთ ბიჭო ახლა რა. ეს ხალი დგას გასიებული რუსის მაშკა დგას იქა და სალდატებზეო ისა გვაქვს ფასდაკლებაო. ეხლა უნდა რომ რაღაცა რო ვიყიდოთ რა. ხო და ეს სახელს დაგვარს არ ვიტყვის, ჩემი მეორე ძმაკაცი ქართველი. სექსზე გაქვთ ფასდაკლება თუ საჭმელზეო და ეს გაეცინა. ой, ორივეზეო. აი, თქვენს პატრონს უბედურს დაქცეულები, წარღვნილები. გადაჯიშებული ხალხი რა ის საიდან მოვიდნენ, რა ცხოვრობენ, რა საკეთებენ. და მიცეს ახლა ამერიკამ და ევროპამ რა ფულები. ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ევროპელებიც და ამერიკელებიც ყველგან იღებდნენ და ფული გინდა, ტექნოლოგია გინდა, რა გინდა, დავაი ჩაერთენ რა მსოფლიო იმაში. ცხოვრებაში და როგორც კი გაძღრენ, ხო? всё. იმ წუთში დაიწყეს ომები რა. ეხლა ფული აღარ არის, სტალოვაიაში აჯიკა აღარ ადგას. იქ აღარავინ აღარ დადის, აღარც სამხედროები ალბათ, ალბათ აღარაფერი აღარ არის, დედა მოეტყნათ. რა უნდა ქნან? ეძებენ ისეთ ქვეყნებს, რომ სადმე რამე გამოაპარონ, სანქციები დაწესებული აქვთ. ფული აღარ შემოდის, ის გამოდის და რაღაც ყლეობებს ბაზრობს, რაღაც წარმოუდგენელ სისულელეს ლაპარაკობს, მე აქ რუსები მყავს. ხალხი, რომელიც ჩემთან დადის და ვლაპარაკობთ იმათთან. აი, ისეთ რაღაცეებს მეუნებიან, მე არ გავიმეორებ მაგას, იმიტომ რომ არ შეიძლება ეგეთი რაღაცების ლაპარაკი რა. შეიძლება ეხლა ეს რო თქვა ეხლა პოლიცია მოვიდეს და დამაპატიმროს. შეიძლება კაი ნამდვილად მოვა. ხო რაღაც ხაზები არის, დედის პროჭი აგინე ვისაც გინდა კაცო, არავინ შეთან არ მოვა, არაფერს არ გეტყვის. ადრე სომხეთში ჩერეს სასომხეთი რეცხავდნენ რაღაცეებს და ეხლა გასაქანი აღარ აქვთ არსაიდან. ერთადერთი გასასვლელი წერტილი აქვთ საქართველოს. და ფოთის პორტი. იქიდან შემოდის და გადის ყველაფერი და ჩერეს საქართველოს. საქართველოს უყუჯე მთავრობა დაასანქცირეს. ეხლა ნელ-ნელა უყურებენ რა ამ ქვეყანას. იმიტომ რომ ჩემ მტერს რო ეხმარები, შენ ჩემი მტერი ხდები, ხო? არა და მტერი ისეთია რომ უნდა მიხედო აუცილებლად რა. რა პრობლემა არის მოვიდენო ჩვენთანო და
ფულის გადახდა თუ უნდათ გადაიხადონ. აი პრობლემა არის, აი მე შენ ფული მოგცე და შენ მე რაკეტები მესროლო. რატო? თან მით უმეტეს ფინელები. ნახევარი ფინეთი აქვს წართმეული ფინელებზე. შეყლეო, იდიოტო და დეგენერატო. წადი რუსეთში, წადი. დისკაუნტები აქვს იქ საჭმელზეც და სექსზეც. ან შეგხვდება გახრიგინებული აჯიკა, ვადაგასული, ან რუსის დიდი ღორი მაშკა. აი, ქართველებს აი გინდა თქვენ რა. სტალოვაიაში. ტაჯიკი და იძახე რა ნაკლი მაქვს ძმაო. აი რა ნაკლი გვაქვს. არაფერი, ეგ აი უკვე ნაკლი არის რაღაცა ხის ხიბარკა რო დგას ორი ჯოხი და სტალოვაია რო აწერია. და რო შეხვალ შიგნი და მაიონეზში ჩალაგებული კარტოფილი როა და გახრიგინებული აჯიკა. არაფერი, დაჯექ ჭამე და მიდი მერე მაშკას შეუგორდი. და შენ და შენი ქვეყანა რა. შენი დედა მოტყან და შენი ძმების ქოცების დედა მოტყან მე ვინც მაგ პარლამენტში ზიხარ. ჯიგარ გახეული ისენი სირებით გავსებულია მადაურობა. რუსთავიორის დირექტორს მეტრაკეს ჩემგან მოკითხვა და პიდარასტებზე რო იწყებთ ლაპარაკს, ჯერ თქვენ პიდარასტებზე ილაპარაკეთ და მერე ევროპელებზე. თქვენი დებილი დედა მოტყან მე. კარგად იყავით აბა. თენდება თუ ღამდება ქოცებო. ქვეყანა როგორ აიცით მოწყობილი. ზოგან დილა, ზოგან საღამოა, ზოგან შუადღეა. ბუნების კანონებია ესენი ყველაფერი და თქვენ ბუნების კანონების წინააღმდეგ წახვედით. არ დაგავიწყდეთ. ცხელი რკინა მარტო წყალში არ გრილდება. სხვა ადგილებშიც გრილდება ცხელი რკინა, ფრთხილად იყავით. რა იცით რა ხდება ამ ქვეყანაზე. მოგიტყანთ ჯიში და ჯილაგი, კარგად იყავით.